ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ ოცნებას ავიხდენ დღეს. დღეს მივდივარ ფერეიდანში. აბა სად მივდივართ ბატონო ასხან? ფერეიდანში მივდივარ. აი, ერთად მივდივართ. გზაში ნახეთ, კაი ჩაი გვაქვს. აი ხალხო, ეს არის უკვე ფერეიდანი, რეგიონი თვითონ. ეხლა ზამთარია მე აქ რო ნახეთ როგორი მთები და როგორი თოვლია. წარმოიდგინეთ ახლა 400 წლის უკან ეს გზა გაიარეს ქართველებმა როცა აქ ჩამოასახლეს. ჩვენ ახლა მივდივართ რა ქვია ბატონო ასხან იმას იმ ქალაქს ფერეიდუნშაჰი. ფერეიდუნშაჰი არის ყველაზე დიდი ქალაქი ამ რეგიონში. ნუ ქართველების შესაბამისად ყველაზე მეტი იქ ცხოვრობენ. ხშირად დადიხარ ფერეიდანში? მე ვძავარ. კვირაში ერთხელ, თვეში ერთხელ? თვეში, ორ თვეში ერთხელ ვძავარ. ორ თვეში ერთხელ. სახლი ან რამე გააქვთ ფერეიდანში? თქვენ ფერეიდანში. და თქვენი ლაპარაკობს ქართულად? ცოტა. ნახეთ რა ლამაზია აი წინ თემი. ეხლა კი ლამაზია, მაგრამ აი ზაფხულში აქ მაგარი სიცხე იქნება წესით. ზაფხულში ცხელა აქ? სიცხეა? არა, ღამები დარგი ამინდია. ღამე გრილა უფრო. ხო. მზე ბევრ ანათებს. ამბობენ ფერეიდანში მაღაზია, ხო. მერე ცხელა. დღეში. დღე ცხელა, ღამე გრილა. აი ამ სოფელში ცხოვრობენ თურქები. ზოგადად ფერეიდანში რა არ ცხოვრობენ მარტო ქართველები, ცხოვრობენ სპარსელებიც, თურქებიც, სომხებიც, ძირითადად ჩამოსახლებული ხალხის რეგიონია რა. აი ახლა ჩავუარეთ ოხჩას. ეს არის ოხჩა, ხო აქეთ? მარცხნივ. აი ეს ქართული სოფელია ოხჩა. ეხლა მივდივართ ერთ სხვა ქართული სოფელში და მე დავბრუნდებით უკან, აი იქით მივდივართ ეხლა. აი ესეთი სოფელია, აი ნახეთ. აი იქით უკან მეჩეთიც არის. ვიკითხე აქ ეხლა თუ იყვნენ ქრისტიანი ქართველებიც, მაგრამ არ არიანო ქრისტიანი ქართველები. ძირითადად არიან მუსლიმები. მაგრამ ისე ქართული სოფელია. გამარჯობა. ცოტა ლაპარაკო. მან გოჯი, ქართველი. კი ბატონო. ოპა. მადლობა. ლამაზი სახლია. ლამაზი სახლია. ესეც შენ გააკეთე შეგინე? ეზო იღო და ეს სურამეში იღო. ვაგეთე და ესეც ოთახი შექმნა. აი ესეც ოთახი არ გადააკეთე. ოთაღია. ოთახი. გამარჯობა. გამარჯობა. კარგად, როგორ ახლა? მადლობთ, კარგად. გამარჯობა. ეხლა მივდივართ ფერეიდუნშაჰისკენ, რომელსაც ქართველები ეძახიან მარტყოფს. და სხვადასხვა ქართული სახელები აქვს რა აქ სოფლებს. გზაზე ეხლა გავიარეთ სომხური სოფლებიც. როგორც გითხარით, თურქებიც ცხოვრობენ აქ, ქართველებიც, სომხებიც და სომხები არიან ქრისტიანები. ეკლესიაც აქვს სოფელში. აი აქ ცხოვრობენ სომხები, ეს უკვე სომხური სოფელი. გვერდი არის ქართული და სომხური სოფლები. რა ლამაზი სახლია ეს? ძველი სახლია. ეკლესია? აა. აი ეს ეკლესიაც არის აქ. სომხები ლაპარაკობენ სომხურად? ლაპარაკობენ. ქრისტიანები არიან. მუსულმანი არა. ორი ძველი სახლებია. აი ეს უკვე თურქული სოფელია. თურქებიც იმავე პერიოდში არიან ჩამოსახლებულები, როგორც ქართველები და სომხები. ჩამოვედი მეგობრებო, ეხა ფერეიდუნშაჰში, რომელიც ახალი სახელია და ძველი სახელი არის მარტყოფი. აი ესეთი პატარა ქალაქი. აი ნახეთ. აი ქვი არის, აი მაღაზია ნახეთ. ნახეთ რა წერია. გამარჯობა.
გამარჯობა. საითაი ბრძანდები და გამარჯობა. კეთილი იყოს ქენი მობრძანება. გაიხარ, მადლობა. როგორ ახარ? კარგად. კარგად. აი, აკაც ნახეთ მარტყოფის თაფლი. თბილისში სწავლობდით? კი. თბილისში ვიყავ, სწავლობდი სამედიცინოში. როგორ მოგეწონათ თბილისი? თბილისი კაია. ახლა ჩემ შვილი მოდის საქართველოში, ისწავლოს სამედიცინოში. სკოლა თუ არის აქ ქართული? ქართული სკოლა არის, მაგრამ არ არის, მაგრამ არიან ისინი, რომ ასწავლიან ქართულად. მასწავლებლები არიან? მასწავლებლები აა. არიან. კი. რითი ცხოვრობს ახლა აქ ხალხი ძირითადად რა შემოსავალი აქვს? ბაღები აქვს, მეცხოველობა აქვს, და ვაჭრობა ალბათ, და ხო? ვაჭრობა. ხო. ბევრი პენსიონი ართობს. რამდენია ახლა საშუალო პენსია? 100-დან 155 დოლარი. აი ესეთია ჩვენი მარტყოფი. ნახეთ როგორი თოვლია. 2700 მეტრზე ვარ ახლა ზღვის დონიდან დაახლოებით. და ნახეთ აი ესეთი მაისურით დავდივარ. ნუ ადგილობრივებს კი თბილად აცვიათ. ადგილობრივებმა მითხეს ეგრე გაცივდებიო შენ. მეგობრებო, ეს არის ჩვენი ქართველი ფერეიდნელი გოგია. გოგია რა გვარის ხარ? გოგია ხუციშვილი, საიდან ახარ იცი საქართველოდან? კახეთისა. კახეთიდან. კი ბატონო. საქართველო და საქართველოს ხალხი ჩვენ გულჩინ არიან. შენ უყურე შემოგევი. საქართველო. დამყოფი ხარ საქართველოში? არა, არ ჩამოსული ვარ ჯერ. აქ შენ არის შემო- ჩემი მაღაზია. და აი. ნახე ქართულად აწერია. ამლაკ. სოფელი. სოფელი. სოფელი ხო? სოფელი სოფელია. ამლაკ? ამლაკი სახლებს ვაქირავებთ. უძრავი ქონების გაქირავება. კი, გაქირავება, სყიდვა, გასყიდვა. რა ღირს ახლა სახლე მარტყოფში? დოლარზე რო გითხრა 3000 დოლარი რო იყიდო. როიყიდო. ახალგაზრდები მარტყოფიდან როგორ ატყობ უფრო მიდიან თუ რჩებიან აქ საცხოვრებლად? უფრო მიდიან საქმე არ იქნება ეხა. აქ სამუშაოები არ არის. სამუშაო არ იქნება და ჩაილენყე ისპახანში, თეჰრანში. საქართველოში თუ დადიან? საქართველოში საქართველოში დადიან, კი ბატონო. არიან ჩემი მეგობრები იქ არიან საქართველოში. ესე კარგად ქართული სად ისწავლე? ელეკ ფერეიდანში დედიკო, მამიკო, ქართულები რო ჩამოელენყე საქართველოს ყელეგრე, ვილაპარაკებთ ერთმანეთთან და ცოტად ვიცი ახლა. შენ შემოგელო. არა, კარგად ლაპარაკობ ძალიან. ენაცვალე. ესე იგი სახში ქართულად ლაპარაკობ. კი, შვენიერი. ყველანი ქართულადავლაპარაკობ. აუ, ბოდიში წავედი. როგორ ახარ? ყოვი, ენაცვალე. გამარჯობა. ქართველი ხარ? Ne. ქართველია, პარსულად ლაპარაკობს. კაი გოგია, გამეხარდა ძმაო შენი გაცნობა. შენ მოდი შემოგელო. წაედით სახლში. არა, სტუმრად ავარ მეც. დამისტუმარდი, ეგრე მე ვიცი, მე კიდე ჩამოვა. ჩამოხო? აუცილებლად ხო, ჩამოვა. ჩემ ადგილი ხო დაისწავ. კი, კი. კი. როდესაც რო ჩამოხედ ემეჩ სოფელში, ირანში, ფერეიდანში, მობრძანდი ჩემ თოლებზე ადგილა გაქვს. შენ შემოგელო. გაიხარ. გენაცვალე. გაიხარ ძმაო. ძალიან გამეხარდა შენი გაცნობა. საქართველოს ხალხი ჩვენ გულშირი, ჩვენ სისხლია, ჩვენ ზოლმანია, ერთად ავართ. შენ შემოგელო. გაიხარ. ენაცვალე. გაიხარ. მიყვარს ქართველობა, ქართველები. როდესაც რო ჩამოხელ ფერეიდანში მობრძანდი ჩემთან. აუცილებლად. აუცილებლად. გაიხარ. ძალიან გამიხარდების. გაიხარე იცოცხლე. გენაცვალე. შენ შემოგელო. შემეგო. გაიხარე. აი ესეთია მეგობრებო, ყველა ლაპარაკობს აქ ქართულად როგორც ვატყობ. ზოგ შედარებით უჭირს, მაგრამ თითქმის ყველა ლაპარაკობს ქართულად. აი ნახეთ აი სასტუმროა, რომელსაც ქვია ბორჯღალი. აი რა თქმა უნდა, მარტყოფში ქართული რესტორანიც არის. აი ხინკალი, ლობიონი, გზიანი ბადრიჯანი, ხაჭაპური. წამოეხა შევიდეთ შიგნით ვნახოთ რა ხდება. გამარჯობა. აი ჩურჩხელაც აქვს, ლობიანი, პილმენები, ხინკალი, ხაჭაპური, აჭარული ხაჭაპური და ნიგზიანი ბადრიჯანი. ეს კიდე პატარა ქართველია, რომელიც ქართულად არ ლაპარაკობს. მე? მე პატარა? მადარა ქართველი? ქართული ვარ. ვარ ყოჩ, კაი ბიჭი ხარ. რა ქვია შენ? სახელი? ამირ. ამირ.
Როგორ ის ხარ ამირ? აი მინუსი. კარგი კაცი ხარ შენ, ყოჩა. საიდან ახარ ხო არის საქართველოსდან? კახეთიდან ვარ. კახეთიდან. როგორია ეხლა აქ ცხოვრება? ეხლა ცხოვრება ძალიან კარგია. რამდენი შვილი ყავთ? მე 5. ორი შვილი საქართველოში ვყავს. ეხლა გულწრფელად მითხარით, რა მოგწონთ ყველაზე მეტად საქართველოში და რა არ მოგწონთ? საქართველოში მე ყველა მომწონს, ყველაფერი. ყველაფერი. მომწონს. ხალხი განსაკუთრებით ლაპარაკი. რა ვილა და კარგად ლაპარაკობ. აი ზოგიერთი ნენატრება რომ მეტირება რა. შემოგევნე, გაიხარ. ჩემი გოგოა. რა, გაიხარ, გამარჯობა. კარგად, თქვენ როგორ ახართ? გამარჯობა. კარგად, თქვენ როგორ ახართ? ეს შვილი-შვილია. რა ქვია შვილი-შვილს? მე ქვია შვილს რა ქვია? ნიკა. რა ქვია? ნიკა. საქართველოში არ გინდა ჩამოსვლა? მინდა. გინდა? ჩასულა ყოფილა იქ. ყოფილი ნაყოფია? შვენიერი. მოგეწონა მე საქართველოს რო იყავი. ხო? ყველაზე მეტად რა მოგეწონა საქართველოში? თავის სახლი. შენი სახლი მოგეწონა საქართველოში? შვენიერი. საჭმელი რომელი მოგეწონა ყველაზე მეტად საქართველოში? ხაჭაპური ხინგალი. გაიხარე, კაი გოგო ხარ. დიდი გოგო გაიზარდა. მადლობა. ქართველებს რა შეუთვლი აქედან? უყვარდეს საქართველო და გააკეთონ საქმე, კაი საქმე გააკეთონ. კაი და თუ საჭიროა. გაიხარე, ქართველები ძალიან ძირფასი ხალხია. გაიხარე. და სიხარული გუნდა. სიხარული გუნდა, სიყვარული გუნდა, თავისი გახარება გუნდა და სალამი გადაეცით ჩვენ ქართველებს და მართლა გული დუხს თავისთვის. ძალიან მიყვარს ქართველები, კარგი ხალხი და ძალიან საქართველოს თვითონ თავის ქვეყანა ძალიან კაი ქვეყანა. 1 საათის შემდეგ ისევ სოფელ თორელში დავბრუნდით. ეს რა არის ახლა? ფანტა. ჩანჩა? ფანტა. ფანტა? ფანტა. თუ კოკაკოლა. უკაკურა ფანტა. ვაშლის წვენს გავს. არა. ვაშლის წვენია. ესე ჩეინ გაკეთებულია? ძალიან გემრიელი. კარგია. ხო. ტკბილია თან, ცოტა მოტკბოგემო აქვს, ხო? არა, მეტი აღარ მინდა, მეტი აღარ. თორე მე დავიწყებ ესე ბლა 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 ლაპარაკს. აი, ეგეთ ყოფილა აბანოები. აი, აქ ახალი მეჩეთი აქვთ. ეს არის ძველი სახლი ახლა. ნახეთ როგორი ფანჯარა აქვს. შიგნი არ ჩანს სამწუხაროდ არაფერი. აი, ახალი სახლები ძირითადად ესეთი აქვთ. აქაც ყვარებია ძალიან მაღალი ღობეები. ჩვენთანაც იქაც საქართველოში ძირითადად ესე მაღალ ღობეებს აშენებენ. ეზო იყოს დაფარული გარედან ქუჩიდან. აი ესეთია ძველი სახლები. ესე ვით არ ვიცი, ეს ბანიანი სახლებია მე მგონი, აი ესე ქვია. იმიტომ რომ თავზე ყველას აქ რაღაც აივანივით, ბანივით. აქ ადრე მაღაზიები იყო? ეს მაღაზია, სასახლე. ეს ქვევით მაღაზია იყო, ზევით სახლი. ესენი ახლა ძველი კარებებია. ნამაზი სოფელი გაქვთ. წყნარია თან სიმშვიდეა. ასხანი არის ის წამოჭამოთო. მოგშვიდებოდაო. ო, ეს 3 საათია თუ 4 საათია დღის. მაგრამ სიცივე არ არის რა. სითბოა ძალიან. წეგან მაისურითაც დავდიოდი. ტემპერატურა ვნახე. და ღამე ხანდახან არის -11, 12, 15 გრადუსი დაახლოებით. ასე რომ ღამეცია. ეხლა მივდივართ ასხარის მეუღლის და ცოლის ძმის სახლში. სადილი გაამზადეს ჩვენთვის და უნდა ვისადილოთ. მოვედით ახლა სასადილოთ. ეხლავე გავიხდი. არე მორთეზაი. პური ვჭამოთ? ესე იგი ხალხო, ეს არის წვნიანი ცხრის. ეს არის ესეთი ტიპიური პური აქაურების ნახე და იქ ქვაზე აცხობენ ესე. მაწონი? მასტონი. ეს არის ღვინო. ნა. არა. ეს არის კოკაკოლა. კოკაკოლა. ეს რა არის? ბადრიჯანი. ჟავე, ბადრიჯანი. ჟავე. ეს არის ალუჭა. არა. ეს? კალამ. პოსტაური. პოსნაური. კომბოსტოა ყვავილოვანი. კომბოსტო. აი, ნიორის მჟავეა. ძალიან გემრიელია ხალხო, ნიორის მჟავე აქამდე არ მქონდა ნაჭამ. ესეთი ხმელი პურია, რომელიც უნდა მერე ჩავყაროთ წვნიანში. ცოტა არის. ეს საქმენი ცოტა პური? კაი, ესე იგი პური უნდა იყოს ბევრი.
აბა ვნახოთ. მაგარი. დაგემრიელია. გემრიელია? ეს არის სიმინდი, ლობიო და ცხურის ხორცი. ხა გაჩვენებთ როგორ იჭმება. ესე პურს აიღებთ. პაუზით. ჩადებთ. ჩადებთ. და მერე შაშჭა. სასაფლაოზე მივდივართ ახლა. უნდა ვნახო ადგილობრივი სასაფლაო, იმიტომ რომ ქართულად აწერენო, როგორც ქართველები ცხოვრობენ აქ უმეტესობა. თორელში ქართულად აწერიათ სახელები და გვარები. გადახურზე თეფლისში ვეყავი, ჩვენ ჰოთელი ახლო იყო, ნახე ბევრი მანქანა მოდიან, ძადიან მიწაზე. საფლავზე. საფლავზე. რა დღეა? აღდგომა. მოდიან. აღდგომა. აღდგომა? აღდგომა. გაზაფხულზეა ხოლმე აპრილში ან მოძრავია. ჩვენ ჰოთელი ახლო იყო. მივდივართ საფლავზე, მიგვაქვს საჭმელი, ღვინო, ჯდებით იქ, ერთმანეთს მოსპინძლობს. მერე მივდივართ სახლში და სახლში მოდიან სტუმრები. აი ეს არის ადგილობრივი სასაფლაო. ხუთშაბათობით გამოდიანო, როგორც მითხრის. ლევაკო შენ სახელი ლევანი. ეს არის ჩემ დედა. ლევანი საქართველოს გადმოსული. აი ნახეთ მეგობრებო, ქართულად უწერია. ერედანში რომ მოსულან საქართველოები ჩვენ დიდ მამეები, დიდ დედები ესები, უნახავყე ესეს ამინდა და ჰავა და ესები თბილისისავით არის. ჩვენ კახეთს საყენ მოსულვა. ხო. და კლიმატი გავს კახეთს. ხა, კახეთს საყენ ყოფილვა. რომ მოსულან ეკა უნახავყე ეკავრის ამინდა ესები კახეთსავით არის. და დადგომულან და უცხოურნიაყე და უმუშავნიაყე და უცხოურნიაყე და ეხლამდინასა საქართველოები ვარ. მე საქართველოს ვიცი ვიბნა, ჩემონა ვიცი და ენა ბევრი მიყოს. ჩემ გოგო, იცი ჩვენებულად იბნეს. საქართველოში ნამყოფია? ეს საქართველოში ყოფილა, კი. მოგეწონა? საქართველოში ყოფილა. ხა? კარგია? ეს მორთეზაიშვილია. ეს მორთეზაი რამაზანიშვილია. ლევანი, იცოცხლე გაიხარ. ეს ჩემსული. ეს თქვენი მეუღლეა. გამარჯობა. მე ჩემ გორი და ჩემ გოგო და ჩემ სული მოკალეკობა აყი. მოკალეკობა გაქვს საქართველოს. ფასის აყი. საქართველოს ფასი აქვს ჩემ სული. მე სამ ჩავწერე და მევქენ მოაბარე უსისითის სახლში ჯერ არ მოციაყი ჩემთი. მოთხოვნელი გაქვთ, მაგრამ არ მოუციარი ჯერ. ამითხოვნიები აქ რო ესები ჩამიწერონ და პასპორტი მომიტანო. რო ჯერ არ მოციაყე. ხო არ ქმნიან პრობლემას, რთული ხო არ არის? პრობლემაზე არ ვიცი რა თინ, რო წაველი საქართველოში, წაველი უსისითის სახლში მე მოაბარე, ჩავაბარე დედაქალაქი და მე არ მაიცეს. ჩემ სულსათინ მაიცეს. თქვენ არ მოგცეთ და მეუღლეს მე მიცეს. ჩემ არ მაიცეს, ჩემ მეუღლისათინ მოციაყე. მე ჩემ ყოლსათინასაც არ მოციაყე. გაიგე, ვიდეო იღე? კი. ეჩემ ანსეთი ანს აღა ჯაჰანგირა ანს ჩემ დედადიას ემერი ვიჩია. ხო. ანსრო ანსი. გასაგები. ანსე საქართველოსია ჩვენებულად იცის იბნას. ნახე იცინე. იცინის. ანსე იცის. გაიგო ქართული. ქართულად იცის, ესებსაც ქართულად იციან. რო მე რამე მინდა კენყენ, რო ეს ვიდეო იღებ, რო ეს ფერედანები რო მოვლენ საქართველოზე და უნდაყე მოკალეკობა გამართონ და ჩააბარონ და პასპორტი გაკეთონ, ეს პასპორტი მისცეს ყი. ჩვენ ბევრი გუყურს მოიდეს საქართველოში. მართალი ხარ, კი. ჩვენ დედა ენა გუყურს, რო ნახე მასალან ჩვენ სამორბერებზე ჩვენ დედებსათინასაც საქართველოს დაგუწერა. ხო. რო ბევრი გუყურს მოიდეს საქართველოში, ვიცხოვრობ ანკა, ვიმუშავო. მართალი ხარ. გაიგე ეს რომ მოგცენ, ეს მოკალეკობა და პასპორტი და უფრო მარტივი იქნება ჩამოსვლა. მოგცენ. რომ მოიდეთ ანკა ჩავაბაროთ, ესები მოგცე. კი ბატონო. გაიგეთ? ხალხო. ვისაც ეხება მთავრობაში.
ეს ამ ხალხს უყვარს საქართველო რა და ჩვენ დედაენა ვერ რავი რატო ვიგვყვარს. აწვალებთ მოქალაქეობის მიღებაზე ვერ ხვდები ისედაც რა ყველას აძლევთ მოქალაქეობას და რაღა ამ ხალხს არ აძლევთ მაინც და მაინც ასე რომ ვისაც ეხება ეს დაფიქრდით იმაზე ამ ხალხს როგორ უყვარს საქართველო როგორ შეინახეს აქ ქართული როგორ შეინახეს ქართული ტრადიციები და ენა 400 წელი და ეხლა თქვენ არ აძლევთ მოქალაქეობას სირცხვილია უბრალოდ ფერეიდანის ენა და მარტყოფისი და საქართველოსი ер ენა ყოფილა. ხო ер ენა ყოფილა. რო 400 წელს წინ ესები ჩვენ დედმამები რო საქართველოსაკენ ჩამოსულა. ხო სხვა ენებში დარევულა, არევულა. ხო გაიგე ჩვენ კატა ჩვენ კატას ვამბობ ციცა. ციცას ამბობენ საქართველოში ჩვენ ვამბობ დასავლეთ საქართველოში ამბობენ ჩვენ ვამბობ აქიდან ვართ. ხო საქართველოში ამბობენ ჩვენ ყველაფერები აქ არიან. ხო ფერეიდანის ენაზე ამბობენ ეგ არიან. ჩვენ ვამბობთ ეკა საქართველოში ამბობენ აკა. ხო მართალია კი ხო ერთი ენა ყოფილა. ერთი ენაა კი ხო ენებში დავარ ემე არევულა შაკნულა ფერეიდანის ენა. ძალიან ლამაზი ქართული გაქვთ მე ძალიან მოვწევ მე მასწავლებელი ვარ და ბავშვებსაც ჩვენებულად ვასწავლებ. წერა, კითხვა, ესები ვასწავლებ, რომ ისედეს ჩვენებულად დაწერო. რამდენი ბავშვი დადის ახლა ისპაჰანში ისპანში რო ამ ესკულში მე ვარ 200 ესკულ ემე მაქვს ბავშვები მაქვს 200 ბავშვებია 200 და ნახევარი აჰა 250 200 და ნახევარი ბავშვები მყავ ესები ვასწავლებ ჩვენებულად ვასწავლებ წერა და წერვა ესები სულ ესები ვასწავლებ რომ ჩვენებულად იცოდენ დაწერო ხო ჩვენ დიდ მამა რო საქართველოსაკენ ჩამოსულა პირველა რო ყოფილა მახადურა ყოფილა მერე შაკნულა გორგინა და მერე შაკნულა რამაზი და რამაზის ბავშვები და რო მოსულან მუსულმანი შაკნულა ერ ბაღი ჩვენა გოგ ეკა ხო ემთას უკანარი ბაღში ემთას უკანარი სასაყელი გორგინარი და რა შვება ღვინო ყურძენს რო კრიფავს ჰა რო ჩვენ წავად ბაღზე ყურძენ დავხრება მოიტან გავრესხავ ჩავლეწავ თაწყალს დაიჭერ და ემე წვანი ყურძენი წვან გამოიღებ და ვეტყვით სასაყელი შირარი შირე რო ეჩემზმა მეგობარი რო წავა ბაღში ყურძენს მაიტან ჩაილეწავს დაიდებს კოჭპებში და ღენოს გაკეთებს. ხო, მერწებარებოდი ისალ. მერწებარებოდი. დიდი მადლობა, გაიხარა. ძველი სახლი აქ ყოფილა. აქ ყოფილა შენი ძველი სახლი. ჩემი ძია სახლია. ხო? ჰოპ. სამი ძია მქონდა. ეს ციხესიმაგრესავით არის, ხედავ? ჩემს სახლია. შენი სახლია. ცხოვრობს ვინმე სახლში? ეხლა ვინმე ცხოვრობს? ეხლა არა. მუზა შაკი, მუზა. მუზეუმი. მუზეუმი. სახლი მუზეუმია. მივხვდი. ხო. ძალიან ლამაზი იქნება. ეხლა ძალიან ლამაზია. ეს ძალიან მომწონს ეს ციხესიმაგრის ის რო აქ. კედელი. ეხლა მოვედით სახლთან. რომელიც მითხრეს რომ 2000 წლის უკან არის გამოთხრილი. სახლი არ არის უბრალოდ რაღაც დასახლებასავით არის. აბა ჩავიდეთ. გაისით ფო აქ. თბილა. ზამთარი თბილა. ზაფხულში გრილა. ოპა. აი ეს ფანერებით ჩავდივართ ახლა ძერს. აი მას იყენებდნენ შემოსევების დროს. ქურთები რო ესეოდნენ ხოლმე ეს ემითხეს. ისეთი სითბოა ახლა აქ რო რავი, გარეთ მაგრად ცივა. ხართ აქ რა იყო? წყალი არის შიგა? ჭა იყო? წყალი. ნახეთ ჭა. ნახეთ ჭა რომ ხალე ჭა ქონდა თამაში. ხო არა ახლა. მოკლედ ეს არის საცხოვრებელი, როგორც მითხრეს დაახლოებით 2000 წლის უკან გამოთხრილი. ნუ მე რაღაცები დამატებული, ისევ გამოთხრილი, აშენებული და ასე შემდეგ. რომელიც მე გამოუყენებიათ ქართველებსაც. აქ ინახავდნენ ქურთების შემოსევების დროს რაღაცებს, რაც რისი გადარჩენაც უნდათ. მე უკვე მოგვიანებით იყენებდნენ ცხოველების სადგომად. ეს რა არის? აბანო. აბანო. აჰა, ეს ყოფილა აბანო.
ხევის ხის ფესვები. მოსულად გვემო. ფესვები ხო? ეს არის მიწა. კი, მიწა. მიწა. ქვა არ არის. ხო, მიწა. და ქუა. მიწა და ქვა ერთად. ესეთი მიწის ქვეშა სოფელი ქონია თაქ მოწყობილი. არ ვიცი ახლა რამდენად ზუსტად გავიგე. 2000 წლის უკან, მაგრამ ნუ დიდი ხნის უკან გაკეთებული როა აშკარად ჩანს. ეგ თხა ხატია, თხა. სურათი ხა. ხო, ეთქა. აი აქაც ცხარი ედგათ. ბევრი იყო ესეთი სახლები აქ? ბევრი იყო ესეთი სახლები. თუ მარტო ეს არის. ეხლა ეს არის. სულ ლაბირინთებია ესე დადიხართ. აი ხა მარტო რა ვიყო, შეიძლება დავიკარგო. ხელი ბოზორგა. მაგ ნახოთ რა არის. საკვამური? საკომი. კვამლი. კვამლი. ო, ეს საკვამური იყო. როგორც ჩანს აქ ცეცხლისთვის იყენებდნენ ამ ადგილს. საინჯან კადიმიასო. ეხლა წარმოდგენა არა მაქვს მიწის ქვეშ სადა ვარ. იმდენჯერ მიუხვიეთ და მოუხვიეთ, რომ ვეღარ გებულობ უკვე სადა ვარ. მაგარი რამეა. მაგარი რამეა, ესეთი რამე არ მინახავს. ჩაკრეთში რა გაიდი. ჩავაგრო? თორით სიმშა. აბა ვაკრობთ ეხა შუქს. ნათელი გნელი. გნელი. ჩავაბნელოთ. ჩავაბნელოთ. всё, ორჩა დავრჩით აქ. აი წარმოიდგინეთ ესეთ სიბნელეში ხა ყოფნა. მოკლედ ჩვეულებრივი სოფელი აქვთ მიწის ქვეშ გაკეთებული. დავით. ისი ვარ რა. აი დღეს უკვე ესეთი სახლები აქვთ. აი ესენი ძველი სახლებია ახლა, აი ხის გადახურვები რომელსაც აქვს. თუ სწორად ვიცი, მიწით და ერთად მოზელილი მიწით და ბალახით გალესილი. აი ეს ხობეც ეგრეა. შევიდე? აბა შევიდე, ახლა შიგნი რა ხდება. ო, ლამაზი კარებია, ძველი კარები. თონე. ეს თონეა. ეს თონეა, ხო. აი თონე, ჩვენებური თონე. ეს ნახეთ ძველი სახლი. გამარჯობა. არ იცის ქართული? არ ვიცი. ქართული ვარ, არის. მაგრამ არ იცის ქართული. წამოდით ახლა და შევიხედოთ. ოპა. ვაუ. აქ პური აცხოვე. აი ეს არის პურის აცხობი, ხო, თონე. თონე აქაც. გარეთაც იყო თონე, აქაც არის. აი აქედან კვამლი გადის. სათოლე, ეს სათოლე. ეს სათონეა მთელის. მთელი ოთახი, ხო? პურის აცხობი. ეს რა არის? აქედან უბერავდა ჰაერი. რო აქ ცეცხლი გაღვივებულება. ქართლის წერი. ქართული ჭერი. კახეთის წერი. ახალი ჭერი. ო, აი ხის გადახურვაა, ნახეთ. მესხეთშიც მინახავს აი ესეთი ჭერი. დაახლოებით რაღაც. მსგავს. შაინახებდი. აქ იყო პურის შესანახი. ეხლა ასე არ არის. ეხლა ცემენტი. ეს კურზანები. ეს იყო საწნახელი. საწნახელი. აი კრინდა ყურძენს და აქედან გამოდიოდა. აი აქედან ქვებიდან გამოდიოდა წვენი. სადღობელი. ეს სადღობელი, კი. კარაქის გასაკეთებელი. ესენი შესანახი, ხო, კარაქის, ან რძის. მეკეთა ეს ძველი ქართული ჩუქურთმებია, აი. ესენი რძის სიმბოლოა, როგორც მახსოვს. კიდობანი. კიდობანი. მამაზეა. აქაც ეს არის მუზეუმია? ეს მუზეუმია? მუზეუმი. მუზეუმი.
ეს თას სახელი აკრამარი. აკრამარი. ჩვენ დიდ დედარი. ჩვენებულად იცის იბნას და ფერეიდან ის ქართულად იცის იბნას. აჰა, გასაგებია. ეს სახლი ემისია და ჰოსეინასია, ჰოსეინათას ბიჭია. მეს ემე გზაზე გავარ მინდა წაიდე, სუნი. ასე დამთავრდა ჩემი ირანში მოგზაურობა. მადლობას გიხდით ყველას მხარდაჭერისთვის, ლაიქებისთვის, კომენტარებისთვის და არხის გამოწერისთვის. აბა შემდეგ ვიდეომდე.